მოგესალმებით ყველას. დღეს რაზე მინდა ვისაუბრო, რაზე მინდა მქონდეს თქვენი ყურადღება მიპყრობილი. ზოგადად როგორ არის იცი, როდესაც ვიწყებთ ხოლმე, რაო ჩემი ვაჟკაცი, როდესაც ვიწყებთ ხოლმე ადამიანები ამა თუ იმ ცხოველის მოვლას, აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ძალიან ბევრ რამეს რომ დავაკვირდეთ, გაჩერდით? აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ თვალებს, უნდა დავაკვირდეთ ცხვირს, უნდა დავაკვირდეთ ყურებს. ძირითადი, აი კურდღლის ძირითადი სისუსტე თავთან მდებარეობს. ანუ აი ახლა მაგალითად ერთი კაი ნაცნობი ბიჭები არიან და შემთხვევით მამალი დაუკლეს რა და ჩემთან მოვიყვანეს რომ შეუჯვარო რა ეს მამალი. ჩემთან მომიყვანეს რომ შეუჯვარო. მაგრამ რომ შევხედე ხო ის პატარა გვაჩუქეს იქით ახლა გამოვიყვან მე ყველას განახებთ რომ შევხედე აიცი გავასწორო ყურებზე ქონდათ პრობლემები. ერთსაც იქით არის გამოვიყვანთ და მეორესაც. ამიტომ მოდი აქ მოდი შესულელო. ამიტომ ის ვერ შეჯვარდება, ან არის ხოლმე რომ შეიძლება გაექცეს თვითონ მამალს ან რაღაცას. ახლა გუშინ მოდი ჩემთან. მოდი აქ, მოდი გაგონი, მოდი. ძალიან მაგრა თქონდა ამას ყურებში. მოდი აქ, მოდი და უმკურნალეთ. მოდი აქ შესულელო. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ხოლმე მეგობრებო. მოდი. რომ ჩვენი ცხოველი მარტო კი არ უნდა ჭამდეს. არამედ ყურად აქ ახლა რაღაცა პატარა აქვს, ეთყობა ნაკბენი არის. ეს არაფერია. ანუ ყველანაირად უნდა დავათვალიეროთ ხოლმე. აი შიგნით არის ყურებში უგარი, ეს ძალიან ქონდა. ამას ქონდა ძალიან და მეორესაც წუხელივე, აი ახლა თვითონ ეთყობა წუხელივე ღამესვე დავამუშავე. და მერე შევამჩნიე მეორე პატარასაც ქონდა. ანუ ეს დედლები უნდა შეუჯვარო. მაგრამ კიდევ კარგი მომიყვანეს, თორე ასეთ შემთხვევაში ყურებს, ანუ კურდღელი დაკარგავდა თავს, ანუ კურდღელი მოკვდება მერე. გადავარჩინეთ, ეს იყო ძალიან ზღვარზე. მოდი აქ სად გარბი ხარ? მოდი ახლა უნდა გიმკურნალო, ჯრაჯუნი. ეხლა უკვე ცოცხალი არის, მოძრაობს. მოდი ახლა დავაპაუზებ და დავიწყებ. აი ჩემი ვაჟკაციო. ჩემი ჯუჯუნიკა, ეს გვაჩუქეს. ბიჭებმა ესენი ბურნაძის კალიფორნიულები არიან. მოდი აქ ახლა. გუშინ ხმას არ იღებდა. დღეს უკვე არის ჭამას მის ხასიათზე. მოდი ახლა უნდა გიმკურნალო, ეგრე არ წავა, ეგრე არ იქნება საქმე. მამალი დგა, ასიგერა ჩემი მამალი. მამალი დგა ზოუხსნა სიყვარული დედლებს. ახლობელი ბიჭები იყვნენ და მამალი არ ყავსო რა და უნდა შეუჯვარო, მაგრამ კიდე კარგი რომ მომიყვანეს რა და ამისთვის ახლა რას გავაკეთებთ? თან გეტყვი, გაჩერდი ჯრუჯუნი, დავაპაუზო და თავზე გავიკეთებ და დავიწყოთ საუბარი. მე მგონი იმას ვიზავთ, აქ ახლა მაქვს პიპეტკა, მაგრამ ამას ბევრი რომ უნდა პიპეტკით სანამ ჩავასხა, მანამდე ეს დავდოთ აქ ესენი და ნახოთ. ანუ მედი მაქვს რომ ხედავთ რა ყველაფერს. მოდი აქ. აი ახლა გაჩერდი ბიჭო. აი ახლა რას ხმარობ მე? მაგალითად სულ ყველანი ამბობთ ხოლმე რომ კარგი არის საჭმლის ზეთის ჩასხმა ყურებში.
მე მაგალითად წინააღმდეგი ვარ, რომ საჭმლის ზეთის ჩასხმა ყურებში არ არის კარგი. კი, ამ დაავადებას შველის, ხვდებით? კონკრეტულად ამას შველის, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ქაფური ზეთი 10%-იანი, ეს არის სამედიცინო ზეთი, ხვდებით? ამაში რომელშიც არის მზესუმზირის ნამდვილი ზეთიც შერეული, აქ კიდევ სხვა რაღაც პრეპარატები არის შერეული ამისთვის. ანტისეპტიკური ხსნარია. ჩვეულებრივ ზეთში არის მხოლოდ ზეთიც კი აღარ არის უკვე, აი, როდესაც რაღაცა ზეთს იყიდით, ზეთიც არ არის. მივიღდი, ამიტომ ის შეიძლება ერთჯერადად მოარჩინოს, მაგრამ გზა გაუხსნას შეიძლება, ანუ იქ 50-50-ია, შეიძლება პრობლემა შეუქმნას. ყურის აფქს. მე მაგალითად არ გირჩევდით საჭმლის ზეთის ჩასხმას ყურებში. აქ ახლა აი გაჩერდი, არ გადმოხვიდე ჯირაჯუნი? დაიცა. რაო ბიჭო, ეს არის ქაფური ზეთს გირჩევთ მე მეგობრებო, იმიტომ რომ ეს არის სამედიცინო ზეთი და რომელიც სპეციალურად ამისთვის გამოიყენება. მოდი აქა შესულელო, ძალიან მქონდა გუშინ ჩავასხი. მოდი აქა, მოდი, გავასუფთავოთ ყური, მოიცა. მოდი აქა, ასეთ შემთხვევაში ნელა, მოდი გიშველო, კაცო, მოდი, უნდა გიშველო. ასეთ შემთხვევაში ნელა, ხო, კაია, ჯირაჯუნი, მოიცა, მოდი აქა, ჯირაჯუნი, მოიცა. ნელა, პინცეტით, პიპეტკით ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ რაღაცათომ პიპეტკა რაღაცა ვერ შვებოდა და მოდი აქა, არ გახვიწი, მოდი აქა, ჯირაჯუნი, მოდი აქა, მოდი, ეს არის 5 თვის დედალი. აჰა, ნელა, მოდი აქა, აი, შეხედეთ. აჰა, ხედავთ, ხო? აჰა, მოდი, არა, არ საწახვიდე. მოდი, აჰა, გამოცოცხლდი, გროგონი. ასეთი მდგომარეობაში მყოფის შეჯვარება არ შეიძლება. აი, აქ გვერდზე აქვს დარჩენილი. აი. აჰა, მოდი აქა. აი, შეხედე. აი. აჰა, მოდი. აჰა, კაია, ჩემი ვაჟკაცი. კაია. აჰა, მოიცა დავამუშავოთ. და მეორეც არის. სარი ქაფური ზეთი, სპეციალური სამედიცინო ზეთი, რომელიც იყიდება ადამიანების აფთიაქში. არ მოკლედ. შემამაძახლა, მოდი აქანა. მოდი აქა. მოდი. იქით მამალი იმაშვება. გაჩერდი ბიჭო, არ გადმოხვიდე. დაიცადე. მოგიყვან მე ამ დედალს, ჯერ არა. ჯერ ეს ვუმკურნალოთ. მოდი აქა, მოდი.
მოდი ჩემთან მოდი აქ მოდი ხრაღუნე მოდი რომ არ გეტკინეს ახლა კარგად ხარ უკვე კარგად იქით აჰა კაია ეს შენი სუსავსე ქონდა და წუხელივე რო ჩავასხი გამოუვიდა всё სად მიდის ჩემი სულელი სად მიდიხარ всё ამისთვის ეს საკმარისია კარგია всё აქ რაღაცა აქვს ნაკმენი ვითარი თუ რაღაცა არის ეთყობა ნაკმენი ვითარი აქ ან რაღაცა არის ზედ მიდი ჯერაჯვინი მიდი ეს იყოს ახლა ის გამოვიყვანოთ მაგრამ სანამ გამოვიყვანთ მანამდე ავავსოთ რომ იქით მეორე დედალი არის იმასაც პრობლემა აქვს კაია ოპაც დავდოთ ეს ასე აიცადე მოდი აქ თან ეს ცოტა გასუქებულია შესაჯვარებლად ცუდი იქნება ამიტომ უნდა დავფერთხოთ ჩემი სულელი კაცი ახლა მოვიხდი და გაჩვენებთ აი შიგნით არის ნაგავი აი შეხედე ეს ნაგავი რომელიც მეორე პატარას აქამდე ყურებამდე ქონდა სულ სავსე აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ ამას აი შეხედე ყურე შიგნით ამას გამოტენილი აქვს სულ და აი ამიტომ ეს მისთვის ტკივნეულია და ის ვერ შეჯვარდება თუ არ შეიძლება ასეთი შეჯვარება აი შეჯვარებაც კი არ შეიძლება ხვდებით ამიტომ ჩემი დიდი თხოვნა არის რომ გამოვიყენოთ ქაფური ზეთი ხვდებით აი ეს არის ქაფური ზეთი რომელიც არის სპეციალურად სამედიცინო კუთხის არაფრის დიდებით მე პირადად წინააღმდეგი ვარ კიშველის საჭმლის ზეთი მაგრამ როგორ არის იცი ჯობია ეს გამოიყენოთ აუცილებლად და მწვავე ფორმასაც შველის რომ ყური ძალიან არ დაუზიანდეს და თუ სიტყვაზე კიდევ ყურის ქონდა პრობლემა მაგალითად როდესაც არის ხოლმე რომ რას შვები რას ჩუჩინი ჯრაჯუნი როდესაც არის რომ ყურის ტკივილი შემდეგ თავის ტვინის ანთევამდე სანამ გადავიდეს მანამდე გასწავლით კიდევ მეორე მცენარეს რომელიც უნდა ჩააწვეთოთ უკვე გამოვან მდგომარეობაში მას ყურებში კარგით ახლა ნახავ გავიკეთო და დავამუშაოთ ესეც ეს ახლა წონით დიდია გასუქებულია ამან უნდა დაიფერთხოს რომ შეჯვარდეს გასუქებული არ ვარგა თქვენ ადამიანებო რას აქცევთ იცი ყურადღებას აუ დიდი არის წონით ამხელა არის ბიჭო როგორ არის იცი ახლა ეს რო ავწონო ხო იქნება 1-6 კილო არ შეიძლება კალიფორნიულის ასეთი დიდი წონაზე აყვანა არ შეიძლება ცოტა უნდა აშიმშილოთ ხოლმე
ხვდებით, ჩიმშილი რას ქვია, რომ ან ქერი არ მისცეთ წყალი და თივა კონდეს, ცოტა მისცეთ ხოლმე, როდესაც წონას კრიფავს, როდესაც შესაჯვარებლად გინდათ. ხვდებით? არ შეიძლება დიდი წონიანი მერე შიგნით ბაჭიებს გააჩენს 4 წელს, 5 წელს. ან ხელს შეუშლის, ან ვერ შეჯვარდება, შეიძლება შეჯვარდეს და არ დაყაროს. ბევრი შემთხვევები აქვს. სიმსუქნე არის მავნე კურდღელისთვის საზიანო. ახლა დავიწყოთ ამისი დამუშავებაც. ჰეი. რაო, ჩემი სულელი, მოდი აქა, წარბანა დედალი არის. წარბანა, მოდი აქა. აი. აჰა, კაია. აი მას სულ ამოყრის და ხვალისთვის უკვე იქნება ეს ჩვენი ვაჟკაცი, ეს ჩვენი დედალი კურდღელი იქნება უკვე იდეალურ მდგომარეობაში. ეს ჩათვალე რომ მოკლავს კურდღელს. აჰა, მოდი აქა, სადაგარები ხარ, ეს შუშუნიკა ბღარო. აი. მოდი აქა, აჰა. ამოვიღოთ. ვუმკურნალოთ ჩვენს ბაჭიას, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციო. ნელა, ღრუღუნი. ნელა. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, მეგობრებო, აბსოლუტურად ყველაფერს. როდესაც ცხოველები გვყავს, ყველაფერს უნდა დიდი ყურადღების მიქცევა. რა იყო ბიჭო? რა იყო შეკათამო? აჰა. ეს რომ მეტის ჩასხმა მოგიხდეს, ხო, არ არის საზიანო. 1 და 2 წვეთი ამათ ახლა ძალიან აქვთ პრობლემა. ამიტომ 1 და 2 წვეთი აჰა, არ უშველეს. მოდი აქა, მოდი. არა, მაინც ისე გინდა ჩაგისვა. მოდი. აჰა. აი. აჰა. სულ მთელი ყურის მიდამო უნდა დამუშავდეს, ანუ ეს ახლა ასეთ შემთხვევაში ხან პიპეტკას შვები, მაგრამ რაც ხა არ მომწონს პიპეტკით. აჰა, კაია. თხილად რომ ყურში ნემსი არ შეარჭოთ ხოლმე, ზემოდან დაუშვით. აჰა. თორე ასეთ შემთხვევაში ჩვენი კურდღელი მოგვიკვდება. ხვდებით, ეს ერთ-ერთი ეს არის ერთ-ერთი მტერი ამისი. აჰა. მეტი აღარ გინდა შენ აღარაღუნე. მეტი აღარ გინდა. ჰეი, რა იყო? მიხსნა კამერა. აჰა.
ანუ აუცილებლად უნდა ჩახედოთ ხოლმე ყურებში, ხვდებით? არ ვიცი რამდენად ჩანს თქვენთან ეს ყველაფერი, მაგრამ მათი გიშველით რაჭენი, მოდი აქ. მოდი ეს უკვე ძალიან გასივებულია. მათი ცოტა დავფერთხოთ და მეორე კიდევ რაც უნდა ვიცოდეთ, რომ გალიას როდესაც აკეთებთ, ხვდებით? ეს არის ახლა ჩემი ერთი უბრალო გალია მაქვს გაკეთებული, რაღაცა განსაკუთრებული არა, სულ ვახსენებ ხოლმე. უბრალო, მაგრამ შეხედე, როდესაც შეჯვარებას ვერ ახდენთ ხოლმე და არ ჯვარდება, ან მამალს არ უჩერდება, ან რაღაცა, ხო? აი გვერდზე უნდა დაუსვა, ხვდებით? აი აქ მარტო სეტკა ყავს. იქითაც საჭმელი აქვს, თივა იქით აქვს. რომ ახლა 1, 2, 3 დღე რო ასე დასვავ. ხვდებით? აი 1, 3 დღე რო დასვავ, 1 კვირა დასვავ, შემდეგ უკვე შეეჩვევა, რომ მამალთან გაჩერდეს, რომ აი ეს არის ამისი წესი. ხოლმე მეკურთხლეობის აუცილებლად ესეთი სტილის გალია უნდა გქონდეთ. ერთი ხომ არის გვერდი, მაგრამ ერთი ცალი მაინც უნდა გქონდეთ, ერთი ცალი, რომ გვერდზე მიუსვათ ხოლმე. თუ არის ჭირვეული დედალი, ან შეიძლება ახალი მოყვანილი, ან რაღაცა, გვერდზე მიუსვათ იმას. მეორე კიდევ რა. მე შეგვირდით, რომ როდესაც ძალიან დიდი პრობლემა აქვს კურდღელს, აი ახლა შეხედეთ ეს რა არის ახლა ეს მცენარე. აი სიტყვაზე ავიღეთ ახლა ჩვენ ეს მცენარე რა არის. როდესაც ახლა უყურე ეს ისე ქონდა ამას უკვე დაზიანებული, რომ თითქოს ცოტა მე უკვე ყურს იგდებს. ხვდებით? აბა ახლა ამას შეხედე როგორ დარბის, როგორ ჯამრთელი არის. შეკათამო. აი ახლა ეს რა არის? როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში არის ყურის პრობლემა, უკვე ისია, რომ შეიძლება ცოტა ოდნავ თავს ღრიცავდეს. ახლა ირაკლისთან ვნახე, მაგრამ რთულ ფორმაში არის. მისი, მაგრამ მე ვფიქრობ იქნება ეშველოს ამით. ხვდებით? აი მას ღუმელი ცეცხლში ცოტა ოდნავ მსხვილ ტოტებს, ეს არის ხურმა, ანუ კარალიოკი ხო არის და ხურმა, მაგრამ თუ ჩვენ ვნახავთ აი წვრილი ხურმები რო არის ხოლმე, წვრილი იმერეთში იცის ეს ხურმები, წვრილი ხურმა, ამას ცუანა ხურმას ეძახიან ხოლმე. ისინი შედადებით ცეცხლზე, ანუ გინდა ღუმელში შედევთ, გინდა გარეთ რო პატარა ცეცხლი დაანთოთ, ან მაყალში, ან სადმე ცოტა და ესენი დადოთ, ისე დადოთ, რომ ცოტა ოდნავ დაყირავებული იყოს, რომ ამას გამოუვიდეს წვენი. აი ამ ტოტებს ხურმას, ზოგადად კარალიოქს არა, აი რომელიც არის ხურმა, მაგრამ უფრო მაგარი არის, ხურმაზე მაგარი არის ცუანა ხურმა, სულ წვრილები რო არის და ამას რო გამოუვა წვენი, ის წვენი დიდი კოვზი ქონდეთ და ის წვენი აგროვეთ რაღაცა რკინის ჯამზე, რაღაცაზე, რომ ის წვენი. მერე ის წვენი, ის გამოსული წვენი მიეცით ჩაასხით ყურებში 2-3 წვეთი კურდღელს. თუ ბავშვს აუტანელი ყურის ტკივილი აქვს, თქვენ ჩაიწვეთეთ, დამიჯერეთ, აჟე ჩირქი რო გდიოდეთ ყურიდან და გაუთავებელი ყურის ტკივილი ქონდეს და ამაზე რძენი იყოს, რომ ანუ უკვე ცუდად გხდიდეს ყურის ტკივილი. ამისთვის კარგია, მეგობრებო, ხურმის წვენი, ცოცხალი ხურმას რომ მოტეხავთ, ეგრევე წადით, მოტეხეთ და ცოტა ოდნავ მსხვილი და ისექენით ოდნავ დაყირავებული, რომ წვენი გამოუვიდეს და არ დაიღვაროს. ანუ ხდებით, აი ესეთ შემთხვევაში რომ დადებთ ცეცხლზე, ხომ ცოტა ოდნავ აი ისე იყოს, რომ იმას ქნათ, კოვზი შეუშვიროთ შემდეგ. ეს წვენს გამოსცემს ნედლი და მისგან შეიძლება ავიღოთ, ის არის ძალიან სასარგებლო.
და კრიტიკულ მდგომარეობაში, როდესაც არის კურდღელი, ესა თვითონ ხურმა არის ანტისეპტიკური, მასში არის ძალიან ბევრი ანთების საწინააღმდეგო და კონკრეტულად რაც ეხება ყურის ანთებას, ტვინის ანთებას, თავის ანთებას, ხვდებით ეს აი რა მიკრო ელემენტების ანთებას, და თვალის ანთებასაც შველის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იქ კიდევ რაღაცის დამატება უნდა და ამდენი რომ გითხრათ, მე მთლად აგერევათ ერთმანეთში. ამიტომ მხოლოდ ეს გააკეთეთ. ყურის ანთებაზე, ეს ადამიანებზე, ნებისმიერ ცხოველზე, მე პირადად მე გამომიყენებია და ამაზე მაგარი საშუალება არაფერი არ არის. ზოგადად ყველა ჩვენს მცენარეებში არის, ჩვენს ბალახში, ხეში, იმაში არის ყველა ის სამედიცინო საშუალება, რომელიც ჩვენ დავკარგეთ, მაგრამ მინდა რომ ისევ ის ჩვენი დაკარგული დავაბრუნოთ. მე ძალიან ბევრი სამკურნალო მცენარეები ვიცი და თუ სხვებმაც ვიცით, ერთმანეთს გაუზიაროთ ხოლმე ეს ცოდნა. ხვდებით? ეს არის დღეს რაც მინდოდა მეთქვა, აუცილებლად როდესაც ყურის პრობლემა აქვს, ზეთი არ გამოიყენოთ. კარგი კი არის, ახლა ერთჯერადად კი პრობლემას შველის, მაგრამ ზეთი ჯერ ის არის გაფილტრული რაღაც სამკურნალო კი არა, სასარგებლო არ აქვს, რომ შეწვავ და კარტოფილს რო წვავ, არამედ მაშინ არ არის სასარგებლო და ისე იქნება სასარგებლო. არ არის. ამისთვის გამოიყენეთ ქაფური ზეთი, რომელიც არის სპეციალურად ადამიანის აფთიაქში იყიდება ქაფური ზეთი. მე მაგალითად ამას გირჩევთ ყურისთვის, კურდღელში და თუ ცოტა ისეთი პრობლემა უკვე რო ყურებში ეს ნაგარი აქვს, ან ცოტა ოდნავ აგდებს თავს, ოდნავ შეამჩნია ეგრევე. ასეთ შემთხვევაში უკვე ტვინის ანთებამდე რო არ გადავიდეს, ცუანა ხურმა ან ხურმის ტოტი. სხვა არ შვება. ხურმა, მაგრამ უფრო მაგარია ცუანა ხურმას, წვენი რო გამოუვა ცეცხლზე, ოდნავ რაღა ნაკვერცხალზე რაღაცაზე დადებთ, ცეცხლზე გამოუვა წვენი, მოაგროვეთ კოვზით, რაღაცა რკინის პატარა ჯამი რაღაცა ქონდეთ, რომ შემდეგ უკვე პიპეტკით ჩვეულებრივად დილას საღამოს 2-3 წვეთი ჩაასხით ყურში. აი შიგნით ყურში, აი ზეთ ყურის ძირში შიგნით რომ მოხდეს, რომ არ დაგვექცეს ეს წვეთი, 2-3 წვეთი ადამიანზე შეიძლება და ყურის ტკივილს გააჩერებს კი არა, ანგრევს ყველანაირ დაავადებას ყურში. ჩირქოვან დაავადებას, ანთებით პროცესს, ყველანაირ პროცესს ყურიდან უნდა შევიდეს შიგნით იმაში, ტვინში და ტვინის ანთებას შველის. ეს. კარგით მეგობრებო, ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. აჰა, მოისმენა, ეს შეხედე როგორ დატკიცა ყურები. იქ მყავს კიდე პატარა ჩოჩორი. გვაჩუქეს პატარა ჩოჩორი კიდევ. შეკათავა ბავშვო შელა. აჰა, ეს იყო მეგობრებო, რაც მინდოდა მე. აუცილებლად უნდა ყურადღება მივაქციოთ კურდღელს, რომ როგორ სუნთქავს, როგორ ცხვირის მიდამო, თვალის მიდამოს, ყურების მიდამოს უნდა ჩავხედოთ ხოლმე და დაგვებადება ეჭვი, რომ რა აჩენს ამ დაავადებას. მე გეტყვით, ჩემი დაკვირვებით ამ დაავადებას აჩენს თივის მტვერი, ამ დაავადებას აჩენს, როდესაც გარეთ ყავს და როდესაც მტვერი ან ქარია ან რაღაცა, ხო? ის ხომ მიდის ახლოს იმასთან, საკურდღლესთან და მტვერი რაღაცა ნელ-ნელა გროვდება, ყველაზე მეტად ხელს უწყობს ამას დაავადების პროცესის გაჩენას, ასევე ნახერხის მტვერიც ხელს უწყობს დაავადების პროცესის გაჩენას. თვითონ ნახერხის მტვერიც. თავად ნახერხიც არის ნახერხი რამოდენიმე სახეობის, არის მტვრიანი ნახერხი, რომელიც დაჟე კურდღელში მე ვფიქრობ რინითსაც გააჩენს. იმიტომ რომ იქ როდესაც რაღაცებს ცხვირი ჩუჩნის, ის ნახერხი ცხვირში შეუვა. წვრილი თორემ მსხვილი ნახერხი არა. წვრილი, აი შკურკის ნახერხი რაღაცა წვრილი არაფრით არ შეიძლება. მე ვფიქრობ და შეიძლება კიდევ თქვენ დაამატოთ რაღაცა. მე ეს რაც ჩემი გამოცდილებიდან დავინახე, ამას ვფიქრობ. აჰო, აი, ეშველა უკვე. ეშველა. კარგით, აბა დაგემშვიდობებით.
თქვენთან იყო MTV-ის საინტერესო ამბებით. მე მისი წამყვანი მოსე ვარ. კარგად ბრძანდებოდეთ და ყოველი ცხოველი გამოჯამრთელებული იყოს თქვენი, ყოველი ფრინველი თუ მცენარე და ყველაფერი გამოვამჯამრთელოთ და კარგად ყოფილიყავით და მაგრად ყოფილიყავით. კარგით, აბა, კარგად ბრძანდებოდეთ.